ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დისკუსია გაიმართა. თემით დაინტერესებულმა პირებმა, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს შეხვედრა ერთგვარად საჯარო პლატფორმად იქცა, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარი ხედვები და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქალაქი დღეს დგას. ისტორიული უბნების იერსახის ცვლილება, ძეგლების არასათანადო მოვლა და ურბანული განვითარების დაჩქარებული ტემპი. მოეწყო ფოტო გამოფენად, სადაც ქალაქში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა იყო მოცემული და შედგა ფილმის ჩვენება. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო ერთად გვემსჯელა თუ რა მდგომარეობაში არის ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სად არის პრობლემა, რა უნდა გაკეთდეს და მიგვაჩნია რომ აუცილებელია საზოგადოების ჩართულობა, რამე თუ საზოგადოების ჩართულობის გარეშე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. აუცილებელია საზოგადოება, ადგილობრივი თვითმმართველობა და შესაბამისი სამსახურები შეჯერდნენ რა უნდა გაკეთდეს ამ ქალაქში, როგორ უნდა დავიცვათ ქალაქის ისტორიული ნაწილი, რათა არ გამეორდეს ის შეცდომები, რაც უკვე დაშვებული იქნა ქუთაისშიც და სხვა ქალაქებშიც. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ რა საჭირო იმისათვის, რომ ურბანულმა განვითარებმა არ გაანადგუროს ქალაქის ისტორიული ძეგლები და თანამედროვე არქიტექტურულმა ლანდშაფტმა ჰარმონიზება მოახდინოს ქუთაისის საუკუნოვან ისტორიულ სახესთან. მათი შეფასებით აუცილებელია მკაფიო ურბანული პოლიტიკის არსებობა, მშენებლობებზე ეფექტიანი კონტროლი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტანდარტების გამკაცრება. დღევანდელ შეხვედრაზე გავეცანით იმ არაჩვეულებრივ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც საუკუნეების წინ აშენდა და მოეწყო ქუთაისში. ვისაუბრეთ, რა საფრთხების წინაშე დგას და როგორ შეიძლება დავიცვათ ის დაზიანებისგან, ვანდალური დაზიანებისგან, არასწორი და კორუფციული ეკონომიკური კავშირების გამო თუ სხვა მიზეზებით. კულტურული მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ რაღაც ისტორიული საგანმანათლებლო სივრცეების არსებობა, ეს ასევე არის ეკონომიკური გაძლიერება და განვითარება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი არის ტურისტულ ქალაქზე და ვიცით, რომ ქუთაისისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა დღეს არის ტურისტული ეკონომიკა. ჩემი პოზიცია ეს არის, გრძნობა ყველას გვაქვს, პატრიოტები ყველა ვართ ამ ქალაქის, მაგრამ მნიშვნელოვანია ვუსმინოთ კომპეტენტურებს და ამის შემდეგ ნაბიჯ არავის ჯინაზე, არავისთან შეურაცხყოფით. თუნდაც იმათთან, ვისაც შეიძლება ამ ხელაცოდნა არ კონდეს, როგორ იცოდნეთ, რამდენიმე ადამიანს აქვს და ზოგადად ასია. ყველამ ყველაფერი არ ვიცით, ხო? ამის გარეშე მოვახერხოთ სხვა ადამიანების გაერთიანებაც და მიმატებაც ამ საერთო მიზანში, რასაც ჩვენი ქალაქის საამაყო, ავთენტური სახის შენარჩუნება ქვია და შეხვედრის ორგანიზატორთა თქმით საჭიროა თემაზე მეტი მუშაობა და ქალაქისა თუ ცენტრალური ხელისუფლების მეტი ჩართულობა საკითხის გადაწყვეტისთვის. მათი განცხადებით, მხოლოდ დიალოგი არ არის საკმარისი. აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა და დაფინანსების უზრუნველყოფა, რათა ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული და მომავალ თაობებს შეუნარჩუნდეს.